ისე მაგფერით გამოვყვე აქეთა? ხო, მიდი. მარტივი საქმეა, ხო, აწესში გაკეთებ. სადაც მოწმინდა იქ უნდა დიხარ ფეხებით. ჩვენ იმდენი საქმე გვაქვს ქალებს, რა უნდა 2 წუთში ერთი ოთახი გამოვიდა. აჰა. რა, ესა. რაინ? სული წინით. სულ. ოჩახ, მომწონს ხარ. ანუ გიო მტვერსასრუტი შენ პოლიჯოხი. მომწონს. მაგრამ გიო გამეკცადა. მარტივი ყოფილა. რატო შეისვენე? რატო ლიცინით მიდის? რატო ჩერდები? გაწიე ეს მაგიდები. კი რა მოწმინდე და მე. და კი ხამას უყურებთ, ესე იგი ვიდეოს დასაწყისი უკვე ნანახით. ხო და ჩემი მეუღლის გამოსავალი არის აი ეს. მომიტანა ესეთი მტვერსასრუტი. ანუ სველი წვენდაც აქვს, შრალი წვენდაც აქვს, სველი წვენდაც აქვს და დანარჩენს რო დავტესტავ თუ და გაინტერესებთ, გაგიზიარებთ. ამ ეტაპზე არ ვიცი, როგორია, დედაჩემს აქვს ზუსტად ასეთი. და ძალიან მომწონს მტვერსასრუტის თემაში, მაგრამ სველი წმენდით ჯერ არ გამომიყენებია ისიც ბათუმში დედასაც არ გამოუყენებია. როგორც უსმინეთ ჩემს მეუღლეს, რო კითხო მარტივიაო, რა უნდაო კაცო ქალებიო. მტვერსასრუტს ჩართავთო სახსო მოწმენთ ტოპოლებსო და უფ მთელი დღე სახლი ვალაგეო. ვიდეოში თავადაც ნახეთ ბოლოს რა დღეში იყო. ერთი ოთახი მოწმინდა მხოლოდ, ისიც მანამდე მე ცალხელას უკვე მოწმენდილი მქონდა. საბოლოო ჯამში ცალი ხელით მაინც კარგად არ ვიყავი კმაყოფილი და ანუ სავალი ნაწილები მეთქი რა, ეს რაღაცების გაწევა გამოწევის გარეშე, საღამოს თვითონ რომ მოვიდა, მოდი მეთქი შენ გაწმინდე ახლა თქო და აქ რო გამოვიდა უკვე ოფლი გადასდიოდა სახეზე და ეს უდგა და მეთქი ხوار დაიღალე და მე ვახაო ძალას უხმარობდიო, ვაწვებოდიო და მითოთ ვიყალიო. შედეგი ფაქტია რომ მაგრად დაიღალა. მე კი კმაყოფილი ვარ იმისი რომ დაიღალა და მე ესეთი გამოსავალი ნახა.